სანამ ფეხზე ვდგავართ და სანამ ხოძზე ვართ, ბოლომდე უნდა მივაწვეთ. და ეს პროექტი მოკლედ უნდა ჩავხუროთ რა. Basic After Effects-ის რაღაცები დავამოღამოთ და მე უკვე ნელ-ნელა წინ წავალთ. რა ხდება ახლა დღეს? დღეს უნდა ვისწავლოთ ისეთი მაგარი რაღაცა, რასაც ქვია template. ქართულად ამას ქვია შაბლონი. ანუ მთელი მუღამი რა არის, ნახეთ? ჩვენ ხო ვწვალობთ აი აქ რაღაცებს ხო ვაკეთებთ, ამ keyframe-ებს, pairs ვადებთ რაღაცებს. მოკლედ სამყაროში არსებობენ ტიპები, რომლებმაც ეს საჩალიჩო რაღაცები უკვე გააკეთეს თავისით. და პროექტად შეკრეს და გამოგვიგზავნეს, რომ აი ეძმაო, იჩალიჩეთ რას გინდა გააკეთეთ. ნუ ზოგი შაბლონი ფასიანია, მაგრამ უფასოებიც არსებობს. ამ შაბლონის იდეა რა არის? ეს პატარა ანიმაცია გინდა, ეფექტი გინდა თუ რაღაცა უკვე დადებულია და შენი მთავარი მუღამი ისაა, რომ უბრალოდ შენი ფოტო შეგიძლია ჩადო ან ტექსტი შეცვალო უბრალოდ. ანუ ანიმაციაში, keyframe-ებში და ჭრაკერვაში დროს აღარ კარგავ. ანუ რაღაც შაბლონიანი მზად, მაგრამ შაბლონი ყველა მის რატო ბაზრობდეს. ეხლა ესე თემა რა, ერთ-ერთი სერვერიდან გავწიე ეს შაბლონი. შეიძლება ნანახი გქონდეთ ინგლისური რაღაც ვიდეოები არის და გავხსნათ. ეხლა ნახოთ რა თემაა. ამისთვის უკვე აი After Effects-ის პროექტი არის შექმნილი, როგორც ეხლა ვთქვით. მოკლედ მაგ ეფექტს ორჯერ რომ დააჭერთ, გაიჩნდება ესეთი რაღაცა. ერთი წუთით გადავაადგილდე ვახჩენ. ნახეთ, აი უკვე მზა რაღაცა არის. და რა ხდება? იმ ნახოთ რა ვიდეო არის. ტექსტი 1, ტექსტი 2, ტექსტი 3 და ეს არის ლოგო. და მთელი მუღამი ისაა, რომ შეგიძლიათ ეს პირველი ტექსტი შეცვალოთ, მეორე ტექსტი შეცვალოთ, მესამე ტექსტიც და ლოგოშიც რაღაც ჩაწეროთ. ტექსტი შეგვიძლია პირდაპირ შევცვალოთ. რამდენჯერმე დააკლიკავთ რანდ და რა ვიცი, ჩავწეროთ პირდაპირ ჩვენაც გვინდა. მოკლედ რომ სამ ტექსტს ჩავწერთ, შემდეგი არის უშუალოდ ლოგო რაც არის. ჩვენ შეგვიძლია ასეთი რაღაც გავაკეთოთ. ამ ფოტოს ნაცვლად შეგვიძლია ჩვენი ფოტო ჩავსვათ. ამისთვის ეს ცოტა ხანი დავაჰაიდოთ, აი ნახეთ თვალი რო ახატია, მან შეგვიძლია რომ ჩავაქროთ ეს და ჩავაგდოთ ჩვენი ფოტო. ჩემ მიერ გაკეთებულ დებილ ლოგოს ჩავაგდებ ახლა. კარგით, ლოგო ჯგრულად ჩავაგდეთ, მაგრამ პირველი არ გვინდა რომ იყოს, მოდი ბოლო იყოს რო იწამეთ. ნუ პირველი შეიძლება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა. მოვიდეთ აქ, რათა Ctrl Shift D-ს დავაჭიროთ. რადგან არ გვინდა რომ მთელი ანიმაცია იყოს ეს ჩვენი ლოგო. ამისთვის ამას წავშლით. ეს რა არის? ეს რატო არის? ამისთვის წავშლით და დავადებთ ძალიან პატარა საინტერესო ანიმაციას, რაც აქამდე უკვე გვიქნია. რა დაამოღამეთ sound effect-ი აქედან იწყებს. შესაბამისად უნდა დაიწყოს აქედან ამათაც არსებობა და დავადოთ ძალიან მარტივი ანიმაცია, როცა უბრალოდ უნდა დამოვიდეს. ჯერ ცოტა გავადიდოთ. ასე იყოს. დასაწყისისთვის აქ დაიწყოს, სადაც საუნდი იწყება, ნულზე იყოს და კარგად მომოვსვინოთ, სად ხდება აი მუსიკის ამაღლება რა, რავი. აი დაახლოებით აქ. და ნახეთ რა თემა იქნება ახლა. დაახლოებით ესეთი დებილობა რაღაც. და მოკლედ ამ შაბლონის მთელი მუღამი ის არის, რომ აი ტექსტებზე უკვე გამზადებული იყო ანიმაციები. ნუ ფოტოზეც იყო იდეაში გამზადებული ანიმაცია, მაგრამ მე მაინც ჩემი ლოგო რო ჩავაგდე. არ ვიცი რატო არ გამოვიდა ის ანიმაციები, მაგრამ მუღამს ხომ მიხვდით რაც თავარია. მთელი მუღამი ეგ არის.